ვიდეოებს მე ძირითადად ყოველთვის სპონტანურად ვწერ, თუმცა ეს ვიდეო ალბათ ყველაზე უფრო უსპონტანურესი იქნება, რაც კიდევ ჩამიწერე, იმიტომ რომ არ ვიცი, გაოგნებას ვარ, როდესაც მე უსმინე და უყურე მამუკა მდინარაძის დამტკიცებას აი მახალ თანამდებობაზე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და შემდეგ მოვისმინე ოპოზიციის წარმომადგენელთა, მე არ ვიტყვი რომ ზოგიერთი წარმომადგენლის, აი ძირითადადაც არა, თითქმის ყველა გახარიას პარტიის ჩათვლითაც, რომელიც თითქოს და არ არის ნაცური და არ ითხოვს მიშას ციხიდან გამოშვებას და ასე შემდეგ, ხო? და არ არის იმ რაღაც ბლოკში გაერთიანებული ნაცების ბლოკში, ისინიც კი რაღაცა ეს ცინიკური რაღაცნაირი მიდგომები, რომ აი ეს არა კაბინეტი არ აქვს, მამუკას ის რა ქვია, კაბინეტი არა, აპარატი არ აქვს თავისი და იქ რაღაცა ყობახიძის ბრძოლი მოემსახურება მასაც, იხი უყო, ანუ ისევ და ისევ ნუ ერთ-ერთი წინა ვიდეო დაახლოებით ამ თემაზე მაქვს, მაგრამ ეხლა სხვა კუთხით მინდა უფრო წავიდე, ასე რომ მოусმინეთ. რაღაცა ვითომ დამცირება, დაკნინება, ბიჭო, არა და უსმინე და ადამიანს ესე იგი აქამდე ქონდა ოფიციალურად, არაოფიციალურად რა ხდებოდა არ ვიცი, ოფიციალურად მინდობილი ქონდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლი რა ამ კაცს. სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრად იყო დანიშნული. ეხლა ესე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლი კოორდინაციაო რო იძახი თქვენ და კოორდინატორად დანიშნა, აბა რა გინათ ხა მაკონტროლებელს ხო არ დაუძახებენ, ხო კოორდინატორი მაგას ქვია. ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მით უმეტეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლი, შინაგან სამინისტროს ანუ პოლიციის კონტროლი და ამას დაუმატეს პროკურატურის გენერალურ პროკურატურასთანაც კოორდინაციას მამუკა მდინარაძე გასწევსო და სასამართლოებთანო კიდე და იქ რაღაც აუდიტის სამსახურთან ხალხო. თქვენ ხო არ გაჟრიალებთ მართლა ოპოზიცია. ჩამოაქვეითეს, ჩამოალაბორანტეს და გადააგდეს კი არა, მონსტრი შექმნეს. ანუ ტიპი არის, როგორ გითხრათ რა, პრემიერ-მინისტრი 2 გააკეთეს რა, ფაქტობრივად და გახართ ბიჭო და დაცინით, გაოგნებული ვარ რა. მართლა ესე იგი ადამიანი უშიშროებას, პოლიციას, რა ქვია, სასამართლოს და პროკურატურა, გენერალურ პროკურატურას აკონტროლებს და დაცინიან ბიჭო, ხი ხუ ხახახა იძახიან, მაგრამ ნუ კაი ამას თავი დავნევთ, ეხლა მე რატომ მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა ყველაზე უფრო რომ მე რა ვიცი, თითქოს აჩემებასავით დამეწვან ბოლო დროს, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ყველაფერი კიდე ერთი მე ხლა იმასთან დაკავშირებით რატომ ვფიქრობ რომ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2026 წლის ნუ შემოდგომაზე ასე ვთქვათ, რა შეიძლება ოქტომბერში, ნოემბერში, ხო, როგორც არის კონსტიტუციით, გონი ნოემბრის დასაწყისში არის მაქსიმუმი, ხო? რატომ გონია, ნუ მე ვთქვი რაღაცა არგუმენტები, რომ აი ამიტომ გონია რომ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. კიდე ერთი არგუმენტი საამისო ჩემთვის არის სწორედ მამუკა მდინარაძის აი ესე სახელმწიფო მინისტრად გადმოყვანა და ახსნა მარტივია მამუკა მდინარაძე სუსის უფროსის ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის შემთხვევაში აქტიურად არჩევნებში ვერ ჩაერთვებოდა, მას არ ექნებოდა უფლება გაეკეთებინა რაღაც გარკვეული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არჩევნების პერიოდში და ასე შემდეგ. ამ თანამდებობით მამუკა მდინარაძემ შეინარჩუნა კონტროლი ძალოვან უწყებებზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე, შინაგან სამინისტროზე, პოლიციაზე, ასე ვთქვათ, უშიშროების ძალებზე და პლუს აბსოლუტური უფლება აქვს, აბსოლუტური უფლება აღიჭურვა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში გააკეთოს გარკვეული პოლიტიკური განცხადებები. არ ვიცი, მე შეიძლება არც უნდა ვაძლევდე ოპოზიციას აი ამ ასე ვთქვათ ფიშკებს რა და რატომ ქნა ეს ყველაზე გენიალური მოფიქრება იყო მამუკა მდინარაძის გადმოყვანა აი ამ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც აძლევს უფლებას თან აკონტროლოს ძალოვანი უწყებები, რაც არჩევნებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია. არავინ არ თქვას რომ ეგრე არ არის და პლუს აქვს პოლიტიკური განცხადებების კეთების უფლება მამუკა მდინარაძის გარეშე
ძალიან რთული გაუჭირდება ქართულ ოცნებას მამუკა მდინარაძის აი ამ დაუღალავი მე არ გაოგნებული ვარ ხოლმე ამ ტიპით არ ვიცნობ კიდე ერთხელ ვამბობ მაგრამ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური აღმოჩენა არის მამუკა მდინარაძე იმ გვერდით იმ რაღაცა არასწორობებისა რაც გააკეთა ამ კაცმა დაწყებული გიორგი მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ვიღაც გახარიები რაღაცები, აი ნუ კობახიძეც და მამუკა მდინარაძე განსაკუთრებით რაღაცა ძალიან მაგარი აღმოჩენა არის ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში. მოდით მე უბრალოდ მოგასმენებთ ერთ ნუ იცის ანუ რა მინდოდა მე თქვა რომ კაცმა იცის როდის რა ილაპარაკოს, რა არ ილაპარაკოს და აი ესა უმთავრესი ყველაზე კარგი თვისება. ამ კაცის აი ერთი პატარა ამბავს რაღაცა ფრაზას მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ ერთ პატარა განცხადება ძალიან პატარა რამდენიმე წამიან განცხადებას ერთ-ერთი დიდი გადაცემიდან მოусმენთ მე გავაგრძელებ საუბარს მე ბევრი გვილაპარაკია და ბევრი გვინერვიულია კიდევაც რომ არ დაგმოვოთ ხო აი როდესაც ძის დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაც სახეში წიხლით ცემს სამართალ დამცველი მომავალში პირობა დავდო რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე. აქ საუბარი ალბათ მივხვდით იმ გადაცდომებზე, იმ გადაჭარბებებზე, ძალის გადაჭარბებებზე, რასაც ადგილი ჰქონდა აი ამ საპროტესტო აქციების დროს გასული არჩევნების შემდეგ, ხო? ყველაზე კარგი ჩემთვის არის მე მაშინვე აღნიშნე ეს, მაგრამ ეხლა აი კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. ყველაზე კარგი ჩემთვის არის ზუსტად აი, როდესაც ასე საუბრობს ხელისუფლება, რომ კი იყო ეს ფაქტი, ეს ნაცებივით არ ლაპარაკოს, რომ არა კაცო ეს არ ყოფილა, ან არ ყოფილა, ან დიახაც რუსები არიან თუ რაღა რუსულია, რუსების დავალებს ასრულებენ და ამიტომაც პოლიციამ იმოქმედა ესე როგორც საჭირო იყო თუ რაღაც. აღიარებს ეს ადამიანი და ეს ადამიანები ამათი გუნდი, რომ ეს საშინელი საყურებელი იყო და არ შეიძლებოდა აქცეულ ახალგაზრდა კაცს პოლიციელი წიხლებით რო უთქვამს, თუმცა მე მაშინვე ვთქვი, რომ იქ მოვარდა მეორე სპეცნაზელი სავარაუდოდ უფროსი, ამ სპეცრაზმის უფროსი და უთხრა, რომ წამოდი დაანებე. და ნაცების შემთხვევაში რა ხდებოდა, თუ დაინახავდნენ ერთი უთხრამდა დაგდებულ კაცს ერთ სპეცნაზელი, მიესეოდა ხროვასავით მე 17 სპეცნაზელი და შეიძლება ცოცხალი ვერამდღარიყო ის კაცი იქიდან მიუხედავად ამისა ერთი შემთხვევა არა გვაქვს რომ ნაცებს და ნაცების აი ესეთ სერიოზულ წარმომადგენელს, ანუ მაღალ ჩინოსანს ეთქვას ის, რომ კი აი ძალიან ცუდად მოიქცა პოლიცია და მომავალში მსგავს რაღაცებს პირობას ვდებ, რომ პრევენციას მოვახდენთ და აღარ განმეორდება და შეიძლება წარსულითაც დავინტერესდეთ აი ამ ადამიანის, ვინც ეს გააკეთა. მე თქვით ახლა რომ არავინ არ არის დასჯილი, ვიცი ეს ყველაფერი, პრაქტიკაში ეს გაკეთებული არ არის, მაგრამ თუნდაც სიტყვიერად ამის აღიარება და ამის თქმა ძალიან ბევრ ამას ნიშნავს, ვინ უშლიდათ ნაცებს, ეთქვათ იგივე, ეკნათ იგივე, ეთქვათ რომ არის ძალიან ცუდად მოიქცა პოლიცია და ჩვენ მათ ვეცდებით რომ დავსაჯოთ, თუ ვერ გავაკეთეთ იდენტიფიცირება, რომ ვერ დავსაჯეთ, მომავალში გაპირობას გაძლევთ, რომ მსგავსი პრევენცია მოხდება და მსგავსი რაღაცები არ განმეორდება. ერთ მსგავს ფრაზას ვერ მოიტანთ. რაც შეეხება ახლა რატო გაუსვი ხაზი რომ მამუკა მდინარაძის აი ამ სწორ დროს სწორი ფრაზების თქმას ახლა მაგალითად ძალიან არ მომეწონა და ძალიან ბევრს ალბათ არ მოეწონა ქართული ოცნების მომხრეებსაც მათ შორის და ესეთ გიჟ მომხრეებსაც ირაკლი კობახიძის ფრაზა რომ ხორცს თურმე 9 კილო ხორცს ათლარად ვიყიდით ძალიან არასწორი და არასწორ დროს ნათქვამი ფრაზა იყო ათლარად 9 კილო ხორცს კი არა მე მგონი სამსალპურს ვეღარ იყიდი სხვა თემაა ეს ახლა არის თუ არა მართლა ქართული ოცნების ხელისუფლების ბრალი თუ სხვა ხელისუფლების შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო უარესი ფასები ყოფილიყო ნუ ეს ახლა უკვე ისეთი ასე ვთქვათ ბალამუტის ამბავია თუმცა ეს ფრაზა რო აი წამოათლარად 9 კილო ხორცს გაყიდინებ ნუ დარჩება ძალიან არასწორ ლეგენდარულ ფრაზად და ნუ ესეთი ანუ საკუთარი ჭყალებში გამპრავებლები არ უნდა ჩააყენოთ თუნდაც აი ასეთ საშინელ მდგომარეობაში რომ ისინიც კი ვერ ამბობენ რომ აი კაცო წამო მეც გაყიდინებ ათლარად 9 კილო ხორცს გადავიდნენ რაღაც სისულელეებს რომ აი წადით სოფელში ძროხა იყოლიეთ და გეკნებათ ხორცი თუ რაღაც ბოდიში და ყველას ლაპარაკობენ ის საცოდავი გამპრავებლები თუ რომ ვიღაცა ეთქვის რომ მაიტა ხა ხვალე შეხვდებით წამო მაყიდინე შეჭა
ვერ აყიდინებს ხო რა სისულელი 10 ლარად 9 კილო ხორცს კი არა 15 ლარადაც ვერ იყიდი სადღაც 17-18 ლარი უწევს ნორმალურ 9 კილო ხორცს საშინელება არასწორი იყო დაუშვათ იგივე ჯანდაცვის მინისტრის სარჯველაძის ფრაზა რომ სისულელია და არასწორია და დემაგოგიაა რომ პენსიონერებს რა ქვია წამალში არ ყოფნით ის თავის პენსია სინამდვილეში ესე იგი გამოდის რომ ყოფნით არა და არ ყოფნით ბიძიკო არა ეხლა ვერ ვიტყვი იმას რომ პენსიონერებს 100% ეს დღეში რა თქმა უნდა ეხლა პენსიონერი არ ნიშნავს იმას რომ მაინდა-მაინც ყველას ერთ და იგივე წამალი ჭირდება ხო ზოგ ჭირდება ის და საკმაოდ მაღალ პროცენტს ჭირდება დედაჩემს მაგალითად არ ყოფნიდა კაცო რა ვქნე ხო დედაჩემის პენსია არ ყოფნიდა იმ წამლებს რაც მას ექიმებმა გამოუწერეს ну ყოფნიდა და всё მორჩა მეტი არ რჩებოდა არაფერი ახლა და ვიღაცას არ აყავს ის შვილი მარტო ხელა რაღაცა არ ყავს დამხმარე და არ ყოფნის პენსიონერთა რაღაც გარკვეულ სერიოზულ პროცენტს პენსია წამლებშიც კი არ ყოფნით ეს არის 100%-იანი და არ შეიძლება ესეთი რაღაცების ლაპარაკი რასაც ну არ მოკლე ტყუილს მოკლე ფეხები აქვს იმასაც კი ვერ იტყვი ამ შემთხვევაში რა აი ის მოკლე ფეხებიც კი არა აქვს მაგეებს რაც ამ ადამიანებმა ილაპარაკეს და მოდი დაუბრუნდეთ ისევ იმ ეს ახლა ისე ასე თქვა ლირიული გადახვევა გამოგვივიდა დაუბრუნდეთ ისევ თემას რომ მე ვდებ ფსონს რომ მამუკა მდინარაძის დაბრუნება იმ რა ქვია ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის შენარჩუნებით დაბრუნება პოლიტიკური განცხადებების გაკეთების არეალში ასე ვთქვათ ამ უფლების დაბრუნება მისთვის არის მზადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის და მე მგონია ეს უბრალოდ რატო გონია რომ გაკეთდება ეს რომ ევროპასაც აწყობს ეს ასე იმიტომ რომ მათ უკვე სურთ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, ოღონდ სახე უნდა შეინარჩუნონ. არ გცნობდი, ეხლა ჰოპ და უცებ გცნობ, ესე არ გამოვა, ხო? ანუ ევროპას უნდა უკვე რომ ცნოს ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებასაც თლად ასე არ არის, თლად კომფორტულად არ არის, როდესაც მარტო თვითონ არის პარლამენტში და იქ რაღაც ფორმალური ძლიერი საქართველოს თუ ხალხი ძალა თუ ხამიც რაც აქვია, ხო? კომფორტული იქნება ქართული ოცნებისთვისაც ეს ყველაფერი და პლუს 2028-ში ღმერთმა უცხის რა მოხდება და 2028-ში ქართული ოცნება აუცილებლად მოიგებს და 2030-მდე რაც ასევე ბიძინა ივანიშვილის როდინდელი აჩემება 2012 წელს თქვა ჯერ კიდე რომ 2030-ში რაღაცას მივაღწევთ ანუ ფაქტობრივად გვითხრა რომ 18 წელი უნდა იყოს ხელისუფლებაში 2030-მდე ხელისუფლებაში დარჩენის ყველაზე მაგარი შანსი არის 2026 წლის ოქტომბერში რიგგარეშე ოქტომბერში თუ შემოდგომაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შესანიშნავი გამოსავალია ეს ევროპისთვისაც რომელიც იტყვის რომ აი ძმაო რა ვქნა დავანიშნინე და მაინც ამათმა მოიგეს და მოდი ავე თანამშრომლობთ ანუ ევროპა სახეს შეინარჩუნებს და არ იქნება ის რომ აი ოცნებამ თავისი გაიტანა არაფერი არ გაითვალისწინა ევროპის და ევროპა მერე იძულებული გახდა ოცნების ხელისუფლებას მაინც ეთანამშრომლოს აი სახეს ევროპაც შეინარჩუნებს. ნუ ეს უკვე გლობალური თვალსაჩინით, კონკრეტული თვალსაჩინით კი მგონია რომ მამუკა მდინარაძის აი ამ იმაზე დაბრუნება არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩემთვის რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ეს იყო გენიალური მონაფიქრი კობახიძე მდინარაძის პაპუაშვილის გუნდისგან გენიალური მონაფიქრი იყო და აი მაგარი ჩერჩეტები ხართ ოპოზიციის ის წარმომადგენლები რომლებიც ამაზე ღადაობთ თუ кайფობთ გონიერ საქართველოს გისურვებთ მადლობა ყურადღებისთვის